Hallelujah, welcome Dora Fire, Dora the Kerbare de Goshde. Hallelujah, welcome Dora Fire, the Shidala Krebere Dovara the Gerabas. Oh, Nemere de Shadli Kerebara the Bora the Garabagas. Elore Krebere de Shidala Krebero Wire, Gerebaro Wadas. Hallelujah, did the Bully Hashem, that's Minda Harshen. Waker the Wadi de Shen Zwir Pasachels. Bauch Moshe Zwir Pasuls, Madalo Baupalo. Madalova დღევანდელი დღისთვის, მადლობა ყოველივე სასაც შენ აკეთებ უფალო ღმერთო ჩვენთვის ადგარ. შენ წინასწარ გაამზადე სავალი გზები თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჰალელუია. ჩვენ ვხარობთ შენში უფალო, რომ შენი შვილობის სულია ჩვენზე. შენი მოწოდებაა ჩვენზე, შენი რჩეულობაა ჩვენზე, შენი კურთხევაა ჩვენზე უფალო, შენი თავისუფლება, შენი სიცოცხლეა ჩვენზე. ჰალელუია. Hallelujah, Jesus Christ, Son of God. Hallelujah, მოდი აი მაღლეთ ხმა და მოუხმეთ ღმერთის სულის ხებულებას და ძალას. Hallelujah, Jesus. Oh, name of Jesus Christ, Son of God. დიდებულია შენი სახელი. წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ. ვაკებ ჩვენს ძვირფას სახელს უფალო. და დღევანდელ დღეს უფალო ავამაღლებ ჩვენს სახელს ადგარ. შენ გვაძლევ ძალას, შენ გვაძლევ ნუგეს, შენ გვაძლევ სიცოცხლეს. Oh, name of Jesus Christ. Hallelujah, hallelujah. რა საოცარია შენი თანდასრება, საოცარია შენი სულის ძალა, საოცარია შენი კურთხევა, შენი სიტყვა, ცოცხალი, შენი ქმედება, შენი დაცვა, შენი მადლი და წყალობა თითოეულ ჩვენთაგანზე. ჩვენ ვხარობთ შენით უფალო. Oh, ლეკრაბარაგას. დიდებული ხარ. დიდებული ხარ. Oh, name of Jesus Christ, Son of God. მადლიერნი ვარ შენს წინაშე უფალო. მადლობა შენ. ამ ძვირფასი წუთებისთვის, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ დღეს ეკლესიად შევიკრიბოთ ჩვენს წინაშე, ამ სულთმოფენობის დღეს უფალო ღმერთო და მოუხმოთ ჩვენს ძვირფას სულს, სული წმინდის ხებულებას და ძალას, რომ თითოეულ ჩვენთაგანზე დაივანოს. შენმა სულმა უფალო ღმერთო, იმოქმედოს თითოეულ ჩვენთაგანში, იესო ნაზარეველის სახელით და ჩვენ უხმობთ ზეცას და ჩვენ უხმობთ შენი სულის წესს. ჩვენ უხმობთ შენ ძვირფას სულს ამ ადგილას და გადავცემ სრულად მსახურებას. შენ გვესაუბრე უფალო, შენ დაგვარიგე, შენ გვასწავლე, შენ გწხე უფალო და შენ წაგვიწეხი იესო ნაზარეველის სახელით. ჰალელუია, ჰალელუია, ჰალელუია. მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის.
მადლობა უპარს რომ ის გვაძლევს ძალას, ის გვაძლევს სულს, ის გვაძლევს კურთხევას. და დღევანდელ დღეს მან მოამზადა შენთვის კურთხევა. ჰალელუია. დაეუფლის სულის ძალა. ივანებდეს თითოეულ ჩვენთაგანზე. ჰალელუია. ხართ მზად რომ კიდე მოისმინოთ ღმერთის სიტყვა. ხართ მზად რომ შეუერთდეთ ღმერთის სულს. ხართ ღრმად მზად აი ამ წუთას რომ გადმოიღვაროს ზეცა თქვენზე. ჰალელუია. მაშინ თუ ხართ მზად გამაგონეთ თქვენი ხმა. იესოს სახელით. Oh Jesus Christ. ჰალელუია, ჰალელუია, ჰალელუია. მადლობა ჩვენ ძვირფას გუნდს, მადლობა ჩვენ ძვირფას სტუმარს. ღმერთმა აკურთხოს, დაბრძანდით. დაბრძანდით და იყავით სული წვლის თანდასრებაში. შენზეა დამოკიდებული აი ამ წუთას. შექმნით თუ არა შენს თავს ზემოთ სული წვლის თანდასრებას, იმიტომ რომ როგორც პირველ ნათლობის დროს რაღაც საოცარი მოხდა. და რა იყო ის საოცარი? ყველა ადამიანზე დაივანა სული წმინდამ და ცეცხლი იყო მათ თავზე. ჰალელუია! როგორც ცეცხლის ალი, როგორც ცეცხლის სვეტი, ისე დაიშვა ღმერთის სული თითოეულ ადამიანზე. ამიტომ როგორ ფიქრობ ახლა შენ? ის რაც მაშინ მოხდა, დღეს იგივე არ ხდება? მაგრამ ვის დაივანებს და ვის არა ეს ადამიანებს ეთყობა. ჰალელუია! როცა ადამიანზე ღმერთის სულის ძალა მოდის და ადამიანი ქმნის თავის თავს ზემოთ ატმოსფეროს, ცეცხლის სულიერში ჩანს. თუ თვალები აგეხინა სულიერში, როგორც ჰალელუია, ერთ-ერთი წინასწარმეტყველის დამხმარეს, მაშინ შენს დაინახავ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის კი არა ის რომ ხედავდე. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ გრძნობდე იესოს სახელით. ჰალელუია. დიდება უპარს უფასებო. ღმერთის მადლი არის თითოეულ ჩვენთაგანზე. თქვენ იცით რომ ჩვენ უკვე წინა თვეში ჩავატარეთ მსახურება. ამ თვეშიც ვატარებთ მსახურებას. ჩვენ ამ თვეში საბერძნეთშიც მოასწარით ჩასვლა. მსახურები ვიყავით ჩასულები ჩვენ ძვირფას ემიგრანტებთან. იქაც მოვემსახურეთ ღმერთს. საოცარი მსახურება იყო. რაღაცა კადრები მე მგონი უკვე აწყობილია, ააწყეს უბრალოდ და ამ კადრებს შემდეგ დავდებთ. მაგრამ ნახეთ ღმერთი ისეთ რომ გადავხედეთ დღეს რომ მეთქი წინა თვეში ქონდა მსახურება აქ, ხო? ნახე და ზუსტად წინა თვეში 19-ში ქონდა მსახურება. აი ამ დარბაზში, აი აქ ვიყავით შემოკრებილები. შემდეგ საბერძნეთში მივდივართ. ეხლა აქ ვატარებთ აი ამ თვის ბოლოს. შემდეგ უკვე ექსკურსიაზე მიდის უკვე დაგეგმა. შემდეგ კიდე რაღაცა გვაქვს ჩაფიქრებული. იქ კახეთში გვინდა მსახურებები ჩავატაროთ. ამ წელში რამდენიმე თვის შემდეგ კიდე ჩავატარებთ აქ მსახურებას, იმიტომ რომ სექტემბერში იცით თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის თუნდაც ჩვენი ეკლესიისთვის. ამიტომ ეკლესია ერთად იკრიბება და აკეთებს ღმერთის საქმეს და მადლობა უპარს ამ კურთხევებისთვის. ძვირფასებო, წინააღმდეგობა ამბობს ღმერთის სიტყვა რომ იქნება. ჭირი გექნებათო უფალმა თქვა. წეგან ჩვენმა ძვირფასმა ძმამ ახსენა რომ როგორცო ცხრებიო მგლებს შორისო ასე გზავნითო თქვენო. წარმოიდგინეთ ღმერთო, დიდებულო, უზენაესო, რატომ გზავნი ისე როგორც ხვარს თან მგლებს შორის? მგლები არ არიან მაინც და მაინც ფექიზი არსებები, მაინც და მაინც ისეთი არსებები რომ ხვარს გაუმთხიდრე, მაგრამ რატო გზავნის ღმერთი? იმიტომ რომ ღმერთის დაცვა ჩვენზე არის, რადგან მწყემსი სხვათან ერთად არის და ამ დროს ვერ მიეკარება. თუ ხვარს იცავს მწყემსი, ვერ მოგეკარება გელი. არ იქნება საშიშროება შენზე. ჭირი გექნება ცხოვრებაში, ამბობს უფალი რომ ეს იქნება. მოდი დღევანდელ დღეს გადახედეთ თქვენ ცხოვრებას. იყო თუ არა წინააღმდეგობა დღეს სანამ აქ მოხვიდოდი? მთელი კვირის განმავლობაში იყო თუ არა წინააღმდეგობა სანამ აქ მოხვიდოდი? იყო თუ არა შემოტევა? იმდენი შემოტევები არის, მაგრამ მადლობა ღმერთს რომ მისი ძლევა არის. როგორი ლამაზი გალობა იყო. როგორ მოსტონს ზეცას და თითოეულ ჩვენთაგანს როგორ ახარებს. იცით ამ გალობის ერთ-ერთი წევრი გუშინ საღამოთი ღამე რო საავადმყოფოში მოხდა? 3 საათზე გამოწერეს საავადმყოფოდან. ისეთი მძიმე შეტევა იყო მასზე. მაგრამ ღმერთს დიდება რომ რაც უფალმა ჩაიფიქრა, იმას ვერავინ ვერ შეაჩერებს. ამიტომ რამდენი გუნდის წევრიც არის ამ ადგილას, იმდენი იქნება და განადიდებს. აქეთ დაემატებია, რამდენი წევრიც არის ეკლესიაში, იმდენი განადიდეს უფალს, იმდენი იქნება კურთხევაში. იცით თქვენ დაახლოებით 2 კვირის უკან ჩვენ ერთ-ერთ მორწმუნეს, ახალ მოსულ მორწმუნეს გველმა უკბინა თავის ეზოში.
წარმოგიდგენიათ? იციან, ჩვენმა ძვირფასმა დება, კახეთიდან ვინც არიან. ეზოში მუშაობის დროს, როცა ამ ბალახებთან შეხება გქონდა, გველმა უკმინა, მომენტალურად დაიწყო სხეულში გათიშვა. ერთი რაც მან მოახერხა, უთხრა თავის შვილს დაუძახა, მომიტანე საჩქაროდ ზეთი, ან შენ მცხე და წამისვი ნაკბენზე, ან საჩქაროდ მოძებნე და მომიტანე. ნაკურთხი ზეთი მომიტანე, იმიტომ რომ სასწრაფო მე არ მიშველის, სასწრაფოს გამოძახება უნდა და ვერ მომასწრებს, სასწრაფო არ მიშველის. და როგორც კი ზეთი წაისვეს, ორგანიზმში მოვიდა შვება, ორგანიზმში დაიწყო უკვე ამოსუნთქვა ორგანიზმმა, ანუ ეს გათიშვა ის რომ ადამიანი მომენტალურად უკვე ამ ქვეყნიდან მიდიოდა. წმენა, იცით, ის ზეთი შეიძლება სხვაზეც წაუსვათ, ან სხვაზეც გვეხმარა, მაგრამ რეალურად შედეგი არ ქონიყო. აი ეს ზეთები წინა მსახურებას დავარიგეთ, ალბათ ყველას გაქვთ. წარმოიდგინეთ, შეიძლება ზეთი სხვას წაუსვა იგივე ზეთი, მაგრამ მასზე არ იმოქმედოს. რატომ? წმენაზე არის ყველაფერი აგებული. იესო ზუსტად ამას ამბობდა, წმენა. თუ გექნება წმენა და ადამიანს ეუბნება, თუ პატარა იოდის ოდენა, პატარა, თუნდაც დოგის მართვის ოდენა, წმენა გექნება, ყველაფრის გადაადგილება შეგიძლია იესოს სახელით. და დღეს ჩვენ ძვირფასები ვართ ადამიანები, რომლებსაც დამოკიდებულია მართლა გწამს თუ არა და თუ შენ მართლა გწამს, მაშინ შენ ვერაფერი ვერ შეგაჩერებს, იმიტომ რომ ღმერთის დაცვა არის თითოეულ ჩვენთაგანზე. როგორც ვიფასებო დასაწყისში თქვით და ჩვენ ვიცით ხევანდელი დღე რაც არის. ჩვენ ვიცით რომ 50 დღეს მოულოდნელადო გაისმაო ხმაური ოზეციდანო. მანამდე მოციქულები იყვნენ შეშინებულები, მანამდე დევნაში იყვნენ. ჩვენ ხედავთ რომ ადამიანებს ეშინოდათ, მაგრამ 50 დღეს რაც აღუთქვა უფალმა, ამ დროს იბადება ზუსტად ეკლესია, ამ დროს იწყებს ეკლესია ფუნქციონირებას, იმიტომ რომ ძალას მიიღებთო, იცი, არ არის მარტო საკმარისი, ცოდნა გქონდეს, არ არის მარტო საკმარისი, იცოდე, ან რაღაც გქონდეს დანახი, ან თუნდაც სასწაულები ძალიან ბევრი მოხდა. სასწაულები უფალთან შეიძლება იმდენად არ აახლოებს ადამიანს, სასწაული გაჩვენებს რომ უფალი რეალურია, სასწაული გაჩვენებს იმას რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებაა, მაგრამ სულიწმინდა გაახლოებს მასთან. სულიწმინდა გაძლევს ძალას, სულიწმინდა გაძლევს ასევე გაბედულებას. რამდენ თქვენთაგანს გაუბედაობის გამო რაღაც რაც უნდა გაგეკეთებინათ, უფლისთვის ვერ გააკეთეთ. რატომ? გაბედულება არ გეყოთ. რატომ? რაღაცაერად ვერ გადადგინა ბიჭები, რაღაცაერად იყავი შემორკილი. ნახეთ, ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ გაბედულებაზე. პეტრე მოციქული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე ეშლებოდა, გაბედული იყო. გაბედული იყო, თამამი იყო, გაბედული იყო, ნაბიჯებს დგავდა, რაღაცის გაკეთება უნდოდა. როგორ მიყვარს გაბედული ასეთი თამამი ადამიანები ეკლესიაში, როცა რაღაცის გაკეთება უნდა, შეიძლება თვითონ ვერც აცნობიერებდეს, რა სიტყავს, ან რა უნდა, მაგრამ რაც მთავარია ღმერთისთვის უნდა რაღაცის გაკეთება. გაგიკვირდება და ასეთ ადამიანებს გამოსდით და წარმატებულები და კურთხეულები არიან. ხვდებით? ადამიანი რომელიც მარტო თავში არის ჩაკეტილი, კი, შეიძლება მას ნიჭებიც ჰქონდეს, მაგრამ ვერ იქნება გამოყენებული, იმიტომ რომ გაბედულება ჭირდებათ და გაბედულებას ზუსტად იძლევა სულიწმინდა. აი ამ ადგილას ნახეთ, მოდით ავიკითხოთ. საქმეების მეორე თავი, საოცარი ადგილი არის 50 დღის ზეიმზე. მოდი სხვა თარგმანზე გადავიყვან. 50 დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას და იქნა მოულოდნელად ხმაურის ზეციდან თითქოს ძლიერმა, თითქოს ქარი არ იყო ეს, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერა. სულიერმა ადამიანებმა იგრძნეს ეს, ვინცაც ეს გაუცხადა, ვინც ეს თქვა, ვინც ეს დაამოწმა, ვინც ეს დაწერა, მათი ცოდნა რასაც ამოდრა, თითქოს ქარმა დაუბერა. გიგრძნია ასეთი რამე? გიგრძნია რომ ღმერთის სულის ქარი უბერავს? თუ გიგრძნია, ესე იგი სულიწმინდასთან ქონია შეხება. ათენში როცა მსახურება მორჩა და ლოცვაზე გადავედი და მსახურებაზე უკვე ლოცვის დრო დადგა, ერთ-ერთ დაზე როცა ლოცულობდი, რა ვიგრძენი ძვირფასებო, მინდა რომ აგიხსნათ. როგორც ჟლევიდან ქარი ჩამოსულიყო და გაჩერებულიყო, აი ესეთი რაღაც მოხდა. მე ხო გძნობ, როცა ადამიანებს ლოცულობ, როგორ ეხება სულიწმინდა, როგორ მოძრაობს სულიწმინდა, ხანდახან მე თუ არ გამოვიქციე აქეთ, მეც ისევე წავიქცევი, როგორც ადამიანები იქცევიან. და ყოფილა კიდეც
ეგეთი შემთხვევა რომ ფეხზე ვერ ვდგარ ვარ და როგორც კი ჩამოვიდა ეს ღმერთის სული ძალა მაშინ მოხდა ეგრევე შეხება ადამიანზე გადავიდა ღმერთის სული და ადამიანი ამოწმებდა რომ მე ვიცი რომ განკურნება მივიღე აი ამ დროს მე ვიცი რომ ამ დროს გავთავისუფლდი და მერე ჩავტვებში როცა ემიგრანტებთან ჩავერთეთ თქვენ არ იცით როგორ განთავისუფლდათ ჩემი ფეხები აბსოლუტურად ფეხებში რა სიმძიმეც ქონდა რა ტკივილებიც ქონდა ტრომბი იყო თუ რაც იყო წავიდა ხალხო წავიდა თავისუფალი ვარ გესმით სული წმინდასთან შეხება ბევრ ამას აკეთებს როგორც განკურნება როგორც ძალა როგორც ნუგეში როგორც სიცოცხლე ყველაფერი აბსოლუტურად რას დაიჯერე რისი წმედაც გაქვს რაც შენ გინდოდა რაც შენ გულში გქონდა თუნდაც იმ ქალივით რომელიც არავინ არ იცოდა რაც შეჭდა და შეეხო რომ სისხლიდან განკურნებულიყო ხვდებით რაც შენ გწამს და გჯერა ყველაფერს აკეთებს მაგრამ ნახეთ იესომ აღუთქვა და უთხრა არ განშორდეთ იერუსალიმს რადგან თქვენ აღდგომის მოწმენეც ხართ კუდრეთით აღდგომაც გინახავთ მეც ნახეთ აღდგარი მაგრამ ის ადამიანები რომლებიც აყროლებულები იყვნენ ისინიც კი ნახეთ ამგდრები მაგრამ რაღაც თქვენ გჭირდებათ ვინც მე ამ ძალას მაძლევდა ვინც მე ამ სასწაულს მაძლევდა ეს არის სული წმინდა რომელზეც მე უკვე ვთხოვე მამას თქვენთვის რომელიც თქვენ გაგახსენებთ აბსოლუტურ ყველაფერს რომელიც მოგცემთ ძალას ჰალელუია რომელიც გარეშე თქვენ ვერაფერს ვერ გააკეთებთ და ამ დროს 50 დღეს მოდის ზუსტად ზეციდან სული წმინდა მე ყურადღებით მინდა რომ ხაზი გაუსვა თქვენი ყურადღებაც აქეთ გადმოვიტანო ყურადღებით იყოთ ამ სიტყვის მიმართ ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია სული წმინდის ნათლობა და დღეს ვიზეც ვილოცეთ სული წმინდის ნათლობაზე და ვინც მოინატრებით სული წმინდით როგორ არ უნდა შეწყვიტოთ მასთან ერთად ურთიერთობა იმიტომ რომ ამ დროს შეერთებული ხარ პირდაპირ სული წმინდასთან და ამის ეშინია ეშმაკს მოდი გავაგზავნოთ და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები თითქოს ცეცხლისანი და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს ჰალელუია ცეცხლის ენები თითქოს ცეცხლისანი თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერა თითქოს და ეს არ იყო რეალური ქარი ეს არ იყო რეალური ცეცხლი თითქოს ცეცხლისანი ხდებით და ეს სული რომელიც მათზე მოვიდა სულის ღებულება რომელიც მათზე მოვიდა ვეღარ გაჩერდა ადამიანს შეუძლია რომ გააჩეროს მაგრამ აღარ გაჩერდა ხდებით პირველი მოციქულები დარწმუნებული ვარ რატომ არ გაჩერდნენ იმიტომ რომ მათი გონათ ძალიან მალე მოვიდოდა იესო ქრისტე და მაქსიმალურად ცდილობდნენ ყველასთვის მიეტანათ სიტყვა ხდებით ყველას ეგონა თან შემთხვევით არ მოხდა ეს რომ გავცელდა მითი რომ იოანე სანამ ცოცხალია მანამდე არ დაბრუნდება უფალი სანამ ეს ადამიანი ცოცხალია თვითონ იოანე ამბობს ამას გავცელდა ეს ხო მაგრამ უფალს ასე არ უთქვიაო უფალმა სხვანაირად თქვა მე თუ მსურს დარჩება და ზუსტად დარჩა იოანე და თავისი სიკვდილით მოკვდა და ზუსტად აი ამ დარჩენის დროს ნახა იესო ქრისტეს მართლად მეორედ მოსვლა იმიტომ რომ გამოცხადება მან დაწერა და სულით აბსოლუტურად ყველაფერი ხილა გესმით ყველა ადამიანი ამას ვერ ხვდებოდა მაგრამ იოანე მიცოდა ტყუილად ელოდებით ჩემს სიკვდილს ტყუილად მიყურებ და ბანომეტრი ვარ რომ სანამ მე ცოცხალი ვარ უფალი არ არა უფალს ასე არ უთქვამს მაგრამ ის რომ გავცელდა ხმა რომ სანამ ეს კაცი არ მოკვდებოდა მანამდე უფალი არ მოვიდოდა და ცოცხალში ხდებოდა უფალს აი ძულა მოციქულები რომ ერთი დღეც არ დაესვენათ მაქსიმალურად წასულიყვნენ და ყველა ადამიანისთვის ეგ გადაგაცახარება გესმის რას აკეთებს სული წმინდა და სული წმინდასაც ეს უნდოდა როგორ მოწონს სული წმინდას ანთებული და ავსებული ადამიანები ჰალელუია აქედან როცა უყურებ ბედნიერ გახარებულ თვალებს მეც ბედნიერი და გახარებული ვარ აქედან როცა უყურებ ან შევხედავ ვინმე სუსიცოცხლო თვალებს მოარიდებ უცბად თუ ასეთი ვინმე იქნება უცბად ვერო რაღაცა იქიდან არ გადმოვიდეს პირიქით აქედან უნდა გადავიდეს იმიტომ რომ სული წმინდა არის ცოცხალი მოქმედი ჰალელუია რომელიც თითოეულ ჩვენთანაზე მოქმედებს იესო ნაზარეველის სახელით აი ეს ძვირფასი სული მოგვეცა ჩვენ იესო ნაზარეველის სახელით მოგვეცა ეს კურთხევა და პავლე მოციქული სხვადასხვა ადგილებზე გვასწავლის როცა სული წმინდის ნათლობა მოხდა ძვირფასებო ყველაზე საოცარი რა არის იცით
პასუხები მათ ჰქონდათ, რომლებმაც სულიწმის ნათლობა არ განიცადეს და არ იცოდნენ. როცა ადამიანებმა კითხვა დასვეს, რომ ეს რა არის, პასუხი იყო თვრალები არიან მაჭრით. დათვრნენ. თვრალები ესენი ფხიზლები არ არიან. არ ეკითხებიან მათ, ვინ სულიწმის ნათლობა განიცადა, რა არის ეს? მათ აქვთ პასუხი. დღევანდელ დღესაც ასეა ხოლმე. ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან რა არის სულიწმის ნათლობა, სულიწმის ენები, რა არის სულიწმის თავსება, რა არის უცხო ენებზე ლაპარაკი, არეულები აქვთ ძალიან ხშირად ადამიანები ამბობენ ლინგვისტური ენებია. ენები ლინგვისტური, რომელიც ფრანგული არის, ესპანური არის, ინგლისური არის, კორეული არის, იესოს სახელით ღმერთმა აკურთხოს მთელი კორეა. ეს ის ენები არ არის, ეს ლინგვისტური ენები არ არის მარტო. იცი რატო? სახარება კარგად დათლად აჩვენებს, რომ არა მარტო საიდუმლო ენები არის, არამედ ანგელოსთა და ადამიანთა ენებიც არის. აი აქ ადამიანებს, ზუსტად აი აქ არ ესმით ხოლმე, ამიტომ უნდა კითხო მას, ვინც სულიწმით არის მონათლული, ვინც სულიწმით ლოცულობს, ვისაც სწორედ აუხსნეს, ვისაც სწორედ ასწავლეს, რა არის სულიწმინდით ნათლობა, რა არის ეს ენები, იმ ადამიანებს უნდა კითხო, ვინც ეს განიცადეს და ვინც ეს იციან და თუ ვინმე არ იცის, ჩვენ ვამბობთ აქედან. არსებობს ანგელოსთა ენები და არსებობს ადამიანთა ენები. არსებობს ანგელოსთა ენები და არსებობს ადამიანთა ენები. ანგელოსთა ენები არავის არ ესმის გარდა ღმერთისა. მაგრამ ლინგვისტური, ანუ ადამიანთა ენები ესმით ადამიანებს. იყო ერთხელ შემთხვევა, როცა ადამიანი ჩემს ლაივს უსმენ და ყური მოკრა და როცა სულიწმით ლოცულობდი, ბევრი სიტყვა ინგლისურიდან არის ხოლმე რაღაც და ამ ადამიანმა როცა მოისმინა, თქვა რომ არ დაიცოდა რომ მე ინგლისური არ ვიცოდი, თქვა რომ ეს ინგლისური საუბარია და მან კარგად იცოდა ინგლისური, მასწავლებელი იყო, ინგლისურს მოისმინა და ცოტა ხანში დავიწყე ქართულად ქადაგება. დამკაც გაუკვირდა. რასაც სულიწმით ლაპარაკობდაო და არა და ინგლისურად მე ხო გავიგეო? იმას ლაპარაკობსო ეხლა ქართულათო. ცოტა ხნის შემდეგ ისევ დავიწყე ლოცვა და ისევ მოусმინა, შემდეგ ისევ მოვიდა განმარტება. ესმით? არის ლინგვისტური ენები კი ბატონო, როგორც გაიგეს ადამიანებამ, რომიდან მოსულებმა, კრეტედან მოსულება, შუამდინარეთიდან მოსულება, ლიბიის ოლქებიდან ჩვენ ვხედავთ რომ ადამიანება ვინც კითხვა დასვეს, ეს რა არის, თავისი ყურით მოისმინეს გალილეველების ლოცვა და საუბარი ღმერთის დიდებაზე. და ეს იყო მაშინ დაშვებული იმიტომ რომ იმ ადამიანებს გაეგოთ რომ ეს ყველაფერი ღმერთისგან იყო. ვიღაცა კითხვას სვამს, თვრალები ხო არ არიან, მაგრამ წამოდგა პეტრე მოციქული და თქვა ჰალელუია, ეს არის ნაწინასწარმეტყველები ხალხო. ეს არის ყურთხევა და მადლი ღმერთისა, რომ უკანასკნელ დროს ღმერთი მოაფეს თავის სულისაგან ყველა მხევაზე, ყველა შვილზე, ღმერთი მოაფეს თვითონ ადამიანებზე და ისინი წინასწარმეტყველებენ, ხილვებს ნახავენ, მათ დაესიზმრებათ, ისეთი სიზმრები, რომელიც წინასწარმეტყველური იქნება და ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ახდა ამბობს პეტრე მოციქული. ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებდათ ეს რა იყო, კითხვა გაუჩნდათ, ჩვენ როგორ მივიღოთ? ჩვენ თუ შეგვიძლია ამის მიღება, როგორ მიიღეთ თქვენ? ეს რა კარგი რამეა. და ნახეთ, პეტრე მოციქული ეუბნება. იესოში რწმენა მხოლოდ და მხოლოდ. უფლის წინაშე მონანიება მხოლოდ და მხოლოდ, რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა. თქვენ გეკუთვნით ყველანაირი აღთქმა. წარმოიდგინეთ, შენია ეს, ოღონდ მონანიება უსწრებს წინ. თუ გინდა რომ მიიღო სული, თუ გინდა მიიღო წყებულება, მიიღო სულწმიდის ძალა, მონანიებული უნდა გქონდეს. ეხლა მოდი ერთი ადგილი ვნახოთ. რომელთა წერილი ამბობს, რომ ჩვენ ხანდახან არ ვიცით, როგორ ვილოცოთ, სიტუაციას როგორ შეეფერება. ესმით? არ ვიცით. ყოველთვის იცი რაზე უნდა ილოცო. ქალბატონო ნათილა. ყოველთვის იცით რაზე უნდა ილოცოთ. მარინა, იცი ყოველთვის რაზე უნდა ილოცო. იცი ყოველთვის შენს ნათესავს, შენს ახლობელს, შენს თუნდაც შვილს, რა ჭირს და რა ჭირდება იმ დროს.
კონკრეტულ სიტუაციაში იცი, არ იცი, მაგრამ სულმა იცის. შეიძლება სულით ლოცულობ და ამ დროს შენ შვილზე შუამდგომლობ. შეიძლება სულით ლოცულობ და ამ დროს შენს ნათესავზე, შენს ახლობელზე, ისეთ ადამიანზე შუამდგომლობ, ან ერზე შუამდგომლობ, ან შეიძლება შენს თავზე შუამდგომლობ. ჰალელუია. ერთ-ერთი ქალბატონი არის აქ, რომელსაც ადრე მითხრა. კიდე კარგი ვილოცე და ისე გავედი სახლიდან. იმიტომ რომ გზაზე რო გადავდიოდი, აქეთა მხარეს გავაბახვილე ყურადღება და იქიდან ისეთი მანქანა მოდიოდა აქედან მომავალმა მანქანამ ტრანსპორტმა ამიტეხაო სიგნალი. დავიბიბინაო, რომ ყურადღება იქით გადამედო, რომ გავიხედეო, ისე გაიარა იმ მანქანამ. ამახვილებს ყურადღებას, დილით ვილოცე და ისე გავედი სახლიდან. მოწმული ადამიანი. დილით რო გაიღვიძებს, ზეცას რო შეხედავს, თვალებს აღამკრავს, მაღლა როგორ არ უნდა თქვას, მადლობა ღმერთო დღევანდელ დღეს, შენ წარმართე ჩემი ცხოვრება. როგორ არ უნდა თქვას ადამიანმა, რომელიც მორწმუნეა, დღეს უფალო, შენ უნდა ჩაგაბარო ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი უფალო, იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი დამცველი. ჰალელუია. თუ მორწმუნისთვის ყველაფერი შესაძლებელია და ამას სახარება ამბობს, შენ და მე რა დაგვიმართა? რა დაგიმართა თუ ყველაფერი შესაძლებელი არის? სადღაცა რწმენას მოუკელი, სადღაცა სულს მოუკელი, სადღაცა ლოცვას მოუკელი, სადღაცა ნაბიჯები ვერ გადადგი ისეთი როგორც გადასადგმელი იყო. ამიტომ დღეს გვაქვს შანსი. დღეს გვაქვს შანსი მოუხმოთ სულიწმიდას და უთხრათ ღმერთო, როგორ მჭირდები და დღეს მე შევდივარ ზუსტად სულიწმის აღთქმაში, იმიტომ რომ რაც 2000 წლის წინ მოხდა, მე მინდა დღეს რო განვიცადო. მე მინდა დღეს რომ მივიღო, მე მინდა დღეს რომ შევუერთდე ამას, მე მინდა რომ იმ სულით ავსებული ვიყო, რომელიც სულითაც შენ დამოწმე. ჰალელუია. გესმით, ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული, ძვირფასებო. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და ვერ ვიქადაგებთ და ჩვენ სიტყვას ძალა არ ექნება, რომ არ გამოგვეცადა ყველაფერი ჩვენ ცხოვრებაში. თქვენ აი აქ ვინც ხართ, ყველამ რაღაც გამოსცადეთ თქვენ ცხოვრებაში. ყველამ ნახეთ რომ ღმერთის ხელი არ დამოკლებულა, ჩაერია შენ ცხოვრებაში. სხვანაირად არ შეიძლება რომ ადამიანმა ირწმუნოს, იმიტომ რომ ღმერთს ვერ დაინახავდე და მიწაზე. სხვანაირად არ შეიძლება ღმერთმა თავისი სიყვარული გაჩვენოს, თუ არა ზრუნვით, თუ არა სიყვარული, თუ არა ყურადღებით, თუ არა შენი გულის გახარებით. და თითოეულ თქვენთანგან თუ ღმერთისგან მიგიღიათ ეს სული სიხარული და გახარება, მაშინ თქვენც იგივე უნდა გასცეთ. ღმერთს რა უნდა? დღეს ვამბობთ ამას. ხელება პყრობილი ლოცვა, როგორ მოწონს უფალს, ქება დიდება. ძვირფასებო, ჩვენთვის არის. ქება დიდება ცვლის ატმოსფეროს და ეშმაკს აღარ აძლევს უფლებას რომ შენთან მოვიდეს და ღმერთის ძალა უფლება და მეფობა იმ ადგილას ვრცელდება, სადაც მას ადიდებენ. გესმით? და ღმერთს უყვარს დომინირება, ღმერთს უყვარს მეფობა, ღმერთს უყვარს მფარველობა, უფლობა შენზე, რომ ის უფლობდეს, ის მეფობდეს შენზე. განა იმიტომ რომ თვითონ განდიდეს ამით, არა, იმიტომ რომ შენ იყო დაცული და შენი კარგად ყოფნა და შენი სულიერი ყოფნა მას ნამდვილად ხოტბას ასხავს, იმიტომ რომ უფალი ამბობს, გამარჯვებულია ჩემი შვილი. აი ჩემი შვილი, გახსოვთ იობზე რომ ამბობდა, აგერ ჩემი შვილი, ხომ ხედავთ, ტყუილად ამბობდით, ტყუილად დებდით ბრალს, არა, ცილისწავებას. ამიტომ დღევანდელ დღეს თუ თქვენ როდისმე დაგწამათ ეშმაკმა ცილი და დაანახეთ მას, რომ თქვენ ღმერთის ერთგულები ხართ. და დავანახოთ ჩვენ, რომ ჩვენ ვართ მიძღვნილები, ჩვენ ვართ ისინი, ვინც აი ამ აღთქმაში შევიდა და დღეს სულიწმის აღთქმა, როგორც ვამბობთ, ჩვენ გვეკუთვნის თითოეულ ჩვენთაგანს. ჰალელუია. ჰალელუია. ძალიან სწრაფად გადის დრო, ძვირფასებო. მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, თითოეული თქვენთაგანისთვის. მადლობა უფალს, ბევრი რამე გვაქვს დღეს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ვილოცოთ ადამიანებზე, რა თქმა უნდა, სულიწმის დათვლებაზე ვილოცოთ, განკურნებაზე ვილოცოთ, განთავისუფლებაზე. ასევე საჩუქრები გვაქვს ძალიან ბევრი დასარიგებელი. ამ ყველაფერს დრო ჭირდება. ვიცი რომ ადამიანები ვით ჩამოსულები არიან, უკან უნდა დაბრუნდეს ზოგი. ამიტომ ძვირფასებო, მოდი აი ახლა ყველა განეწყოს ღმერთის სულისგან მიიღოს ის, რაც დღეს სურს. შენ რაღაც გინდა დღეს, საჩუქრები ყველა შეხვდებათ, ამაზე არც ფიქრობთ. მაგრამ ის რაც სულიერია, რაც მნიშვნელოვანია, რაც ძალიან ძვირფასია, რაც კურთხეულია ღმერთისგან, ეს არის კავშირი სულიწმინდასთან.
Second ჩვენი ძმა ამბობდა რომ ჩემი მეუღლე ცოტა დაშორებული არისო ხო? ტელეფონი შეიძლება რომ დაკავშირდეს ადამიანთან ხო? დაშორებულთანაც. მაგრამ თუ ერთის ტელეფონი ან კავშირზე არ არის, ან რამე ჭირს დამჯდარია, არ არის დატენილი, კავშირი არ შედგება. და თუ კავშირი არ შედგა, ის რისი გადაცემაც ადამიანს უნდა ვერ გადასცემს. ხო ასეა? ხო ბეთახმებით? ამიტომ ხო გაბრაზებულ ხართ ხანდახან ნიშნულოვან ზარს რო ახორციელეთ, მაგრამ ვერ პასუხობს, არ გადის, არ იჭერს, არ ვიცი, გათიშული აქვს. რაღაცნაირად უკვე მოქმედებ, რატო კავშირი არ არის? როგორ ფიქრობთ თქვენ? სულიწმიდის კავშირი, რომელიც ღმერთთან უნდა გქონდეს. ღმერთი რომ დაიწყებს ზეციდან რაღაცის მოწვდა შენთვის და ტუნ შენი სული. ტუნ შენი მიმღები აპარატი არ ღებულობს, ვერ ღებულობს. რატომ? იმიტომ რომ რაღაცებს სკროლავს. იმიტომ რომ რაღაცებს ჭობს, იმიტომ რომ სადღაც არის, იმიტომ რომ ის ფიქრებს, იმიტომ რომ ზინავს, იმიტომ რომ ისვენებს თუ განისვენებს. მოკლედ აღარ არის იქ სადაც უნდა იყოს. ჰალელუია. ამიტომ არ უნდა ღმერთს რომ შენი სული გაჩერდეს. ამიტომ არ უნდა ღმერთს რომ შენი სული წმინდა დაკავებული იყოს ან დამჯდარი იყოს, ან კავშირზე არ იყოს და მისი, ასე რომ თქვა, მიმღების საშუალება არ მუშაობდეს. შენ თუ ხარ მზად, ყოველთვის სულისგან მიიღო რაღაც. რა ძვირფასია, როცა ღმერთის სული ყოველთვის, ყველგან ყოველთვის კავშირზე გამოდის შენთან. შეიძლება ტრანსპორტში იყო და ღმერთი დაგელაპარაკა. ვაუ! გამოცხადება მოვიდა. ხო გეუნებით ხოლმე მაშინე როგორც კი გამოცხადებას მოგცეს ღმერთი ჩაიწერე იმ წუთას ტელეფონი ყველას გაქვს ნოუთები ყველას გაქვს ჩაწერე იმ წუთას რასაც ღმერთის სული გეუბნება რა საოცარი არის როცა თუნდაც მსახურებაზე მოვდივარ მომზადებული ვარ მაგრამ ღმერთი რაღაცას მაწვდის ახალს პირდაპირ კავშირი ღმერთთან რაც ღმერთს სურს რომ ის ვისაუბრო ეს კავშირი აღდგენილია დიდება უფალს ჩვენ ყოველ დილით ოჯახი კითხულობ უსმენთ ბიბლიას შემდეგ ყოველთვის ჩავჭიდებ ხელებს ვინც ვართ იქ ერთად ლოცულობთ და რამდენჯერ ამასინათ იყო შემთხვევა დავიწყეთ ლოცვა ცოტა ხანი ვილოცეთ ბევრი არ ყოფილა მაგრამ მოვიდა ზევიდან ზეციდან გამოცხადებები ერთმანეთი გამოცხადება მიიღო მეორე გამოცხადება მესამე ამას გავაკეთებ იმას გავაკეთებ აი იმას უნდა შევეხმარე ესე უნდა გავაკეთოთ მოდი ესე დავგეგმოთ ესე გავაკეთოთ პატარა ლოცვა შეთანხმებული და ზეციდან მოდის ინფორმაცია მოდის ძალა, მოდის კურთხევა, აგერ ჩემი ოჯახის წევრები აქ არიან, დამემოწმებია, ეს რეალურია. ამიტომ ჩვენ მორწმუნეებმა ყოველთვის უნდა გამოვნახოთ დრო ლოცვის, უფალთან ურთიერთობის, ყოველთვის უნდა გამოვნახოთ დრო, რომ მოვიდეს ის სული და მოგიტანოს გამოცხადება. და დღეს თუ ვინმეს მიმღების საშუალება იყო გაფუჭებული, გადამწვარი, გაჩერებული, დამჯდარი, დღეს სულიწმინდის მოფენის დღესასწაულზე უნდა აათოს და შენთან შეაერთოს ღმერთის სულმა. დღეს უნდა დაიტენოს. არის ესეთი გამოთქმა, როცა აკუმულატორი მოკვდება, აღარ ფუნქციონირებს. ასეთი გამოთქმა არის, მასო შოკი ჭირდებაო, ანუ დიდი ძაბვა ჭირდება, რომ აღიდგინოს, რაღაც შევიდეს შიგნით. და დღევანდელ დღეს მოიტანოს დიდი სული ღმერთმა, რომ თუ ვინმე, სადმე, რამე, ისევ აღარ მუშაობდა ღმერთის სულმა აათოს. ჰალელუია. მზად ვარ წამოდგეთ და ვილოცოთ და მოუხმოთ ღმერთს და მე რა თქმა უნდა, ვილოცოთ თითოეულ თქვენთაგანზე. ჰალელუია იესოს სახელით. მოდი ავიმაღლოთ ხმა, აიმაღლეთ თქვენი ხმა. All Jesus Christ on the fravere de shindala krebere gere de gas. Hallelujah, Isus on the fravere de shidolo krebere gere gamas. Hallelujah, 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 my door of fravere de gesi de gerbagas. Oh ne marabara da shadara krebere gere gabagas. Yolo krebere de sandele kramana marada shondolo krebere gere bagara da shidolo gas. Oh, nemo fire krebere de shadelo bremere de gandolo beregas. Shani didebuli suli არის ამ ადგილას უფალო. შენს ძვირფას სულს უხმოვთ, ჰალელუია. და სრულად გადმოგცემთ უფალო ღმერთო, აი ამ წუთებს, აი ამ წამებს, რომ შენს ერს შეეხო, განკურნო, განთავისუფლო, აკურთხო იესო ნაზარეველის სახელით. Oh, rekramara da shadara krebere gamas. Yola krebere de sandolo krebere gambore mara da shidala krebere gas. Hallelujah, hallelujah, hallelujah. Oh, la prevere de sandolo crevere guys.
ჰალელუია, დიდებულია შენი სახელი. ორა ძვირფასი ხარ სულო წმინდაო. ორა დიდებული ხარ შენ. Welcome Jesus Christ. ორა კრებერე და შრეგავს. ძვირფასებო ერთ საგალობელს ვიგალობებთ. შემდეგ ახალგაზრდების დახმარებაც დაგჭირდება ალბათ და მუსიკა ჩვეულებრივ გაგრძელდება. აი ამ განდიდების დროს ძვირფასებო. თუ ვინმე არის ისეთი აი აქ